დააბრუნდით პირდაპირ ეთერში და ნანიკო. აბა როგორ აგაკანი? აიღო და ტანთ გამაშიშულა რეკლამის დროს, სულ შემზილა თავისი ტალახით ყავით. მე წავედი და იმისი ბაბანავა. გეტყვით რომ ჩემი კანი ფაქტიურად 1-20 წლით გახალგაზრდა და ფაფუკი გახდი ნანიკო? ისე ფერი აქვს სხვა. ისე სხვათა შორის მინდა უთხრა მაყურებელს, რომ როდესაც სკრაბით, ყავის სკრაბით, თქვათ, დაიმუშავებთ თქვენ ტანს, მით უმეტეს როდესაც ზეითუნის ზეთი ურევია თან ამ სკრაბს, ამის შემდეგ არ წაისვათ, არ დაიბანოთ. არა, საპნით არ დაიბანოთ, იმიტომ რომ ეს ჯობია რომ გასუფთავებულ კანზე მოხდეს და შემდეგ უკვე თქვათ რაღაცა სხვა საცხების და კრემების დამატენიალებელი საშუალებების წასმა არ გჭირდებათ, იმიტომ რომ კანი არის ოდნავ უფრო აი თითქოს ზეთოვანი. ბილი და რასთავია ძალიან კარგად ხო დაატენიანებული. ასე რომ გირჩევთ აუცილებლად გამოიყენოთ ყავის სკრაბი ზეითუნის ზეთით. ეკოსაგან. სტუმრების დრო დამეკობრებო მოვიშორეთ ესე იგი სკრაბი, კანი გვაქვს დატენიანებული, გაყავისფრებული, ორი არაჩვეულებრივი სტუმარი გველოდება კარებში, დედაშვილი არის, მაგრამ შეიძლება ვერ გაარჩიოთ რომელია ვინ დედა და ვინ შვილი. რომელია, მაგრამ დედა ისეთი ცნობილია, რომ ნუ არ შეგეშლება არავისი, რასიზამ. თუმცა შვილი ძნელნელა არ უდებს ტოლს, ხო იცი ეხა ახალი თაობა და ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა. ამ შემთხვევაში დედასა. მოკლედ, მაია ჯაბუა და ლიზა ყენია. მოგზავნით. გამარჯობა. მოგესალმებით. დაბრძანდით. აი თქვენთვის ორი სავარძელი ყავს გამზადებული. ძალიან ლამაზები ხართ. ძალიან ლამაზები ხართ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რაღაც თითქოს გავხართ ერთმანეთს, თითქოს არ გავხართ. და ჩაცმულებით ნახეთ თითქოს ერთნაირად არის და სხვადასხვანაირად ორივე შავებში. შეუთანხმებლად. ხო, ასე მოხდა. ხო. დაემთხვა რაღაცა. შავი ორივე ძალიან ლამაზი. არ ვიცი ეს ამას მოყვება თუ წერტიკი. ამასთან ძალიან ლამაზია, რაც არის მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან ლამაზია. მაგრამ ეს ნიშნავს რომ რაღაც ერთი სტილი გაქვთ. მე მგონი არა, მაინც ძალიან განსხვავებული სტილი გაქვთ. სასიმღეროც, შემოქმედებითიც, ჩაცმულობაც და ეს მომწონს. მოგწონს. ანუ თქვენი შინაგანი ეგო განსხვავდება, ხო, ტიპაჟები ალბათ უფრო სხვადასხვანაირები. განსხვავდებით მე და ლიზა ძალიან და იცი რა, მომწონს რომ ლიზა არის ლიზა, მე ვარ მე და არასდროს არა მაქვს ცდილობა რომ რაღაც ხო არის რომ დაიმსგავსონ ან სიმღერის მანერით ან ხო მაგრამ მშობლები ძირითადად თავის განხორციელებენ ოცნებებს ახვევენ ხოლმე ბავშვებს აი ძირითადად აბა განახორციელა ყველა სიმღერას არ გულისხმობ ზოგადად არის რაღაცები რაც თქვა შენ ვერ გააკეთე ან არ ქონდა საშუალება და გინდა შვილმა გააკეთეს რომ ბავშვში ჩადონ ეს ყველაფერი ლიზა შენ დროც მოვა მე რა ვიცი მე აბსოლუტურ თავისუფლებას ვაძლევ ჩემ შვილებს არჩევანის და საერთოდ მინდა რომ იყვნენ ინდივიდები, მე პირიქით ლიზა სულ ვეუბნები, რომ ნუ ჩემს დროსაც იყო, ჩემ თაობასაც ჰქონდა ეს, რომ რაღაცა ყველა ერთნაირად იცვამდა ერთნაირი მანერა იყო. არა, რაც იყო, მაინც ხო შოულობდით და ბევრად შეიძლება გემოვნებიანათაც ეცვა ჩვენს თაობას, სწორედ ხარისხი იყო, რაოდენობა შეიძლება არ იყო, მაგრამ იმ ხარისხს მაინც პოულობდით და შოულობდით. თუმცა ეხა უფრო რაღაცა თავისუფალი თაობაა ჩემი აზრით და ლიზაც არ გავს იმ რაღაცა თქვა დაშტამპულ ხო არა მე თინეიჯერებს რომლებიც ზუსტად ერთნაირად რაღაცა შენი დეტალი შენი შტრიხი თუნდაც ჩაცმულობაში თუნდაც რაღაცა აქსესუარის ხარჯზე იყოს ოღონდ შენი იყოს და ნუ იქნები აი ყველას მსგავსი და რა ვიცი ამას მაინც ახერხებს მაგრამ ლიზა მაინც ძალიან ძნელია ხეს ცნობილი დედის გვერდზე დაიმკვიდრო ადგილი შენი ინდივიდუალობა აჩვენო ძნელია მაგრამ თან ცოტა რაღაცა ეხმარება ახლა მაინც როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ ალბათ მაია ჯაბუაშვილი რო ხარ და სცენაზე რო დგები ხო ეს მაყურებლის მაგრამ თვითონ ლიზასთვის ალბათ თქვი მოგვიყევინ ხო ხედავ გამოიწვევთ სხვადასხვაობა. რა ვიცი, თავიდან მე მგონი პირველ ეტაპზე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ყველა თვალსაზრისით გეხმარება ის, რომ ყავს ცნობილი დედა თან იმ სფეროში, სადაც შენ გინდა რომ იმოვაწეო. მე კიდე რთულდება.
მე უნდა დაეციო მე ის ეტაპი რომ უნდა გახდე ინდივიდი და აღარ იყო. არა, მე მგონი შენ არ იშურებ არაფერს იმისათვის რომ გახდე ინდივიდი. სულ რაღაცას აკეთებ შრომ კონკურსები, ან რომელი ხო, ნუ მე ჩემი ვეცადე და გავაკეთე რომ ყოფილიყავი ლიზა ყენია და კონკურსი ყველგან მიიღო. კი, ძალიან ბევრი მე მგონი გამომივიდა ასე თუ ისე და კი, ნუ მე როგორც შენი მაყურებელი შორიდან ვფიქრობ რომ შენ შედეგი როგორც ცალკე პიროვნება და არა როგორც მაია ჯაბუაშვილი და ამისთვის აპლოდისმენტები. არა, გარეგნობით ძალიან გვანან ეხლა კი, არ ვიცი, ჩემთვის გვანან, კი, აი ხა თან მე რაღაც ისეთი რაკურსით უყურებ, რომ ჩემთვის გვანან. ლიზა, შენ აპირებდი ჩოგბურთელობას, ხო? ანუ ეს იყო შენი სამომავლო პროფესია, ესე ფიქრობდი, თუმცა მე რაღაცები შეიცვალა. რამ შეგიშალა ხელი და ამ თემაზე ერთადერთი თემა, რადგან ვერ ვლაპარაკობ და არ მიყვარს. გული უჩუქდება ლაპარაკი. ისე გიყვარს? ისე რომ ძალიან მიჩუქდება გული, მაგრამ ნუ მოხდა ისე რომ ვერ წავედი ამ გზით რაღაც მიზეზების გამო. ვინმე საბრალებ ამ მიზეზებს? არა, ვერავის ხო, ხეხმა შემაწუხა და იყო რაღაცეები. აი ეს ყველაზე გულსატკენია. ხო, მაგრამ ზოგადად ენერგია, რას თქვა, ვარჯიში გჭირდება და მე მგონი ზუსტად ჩადე შენ ეს ყველაფერი, სუბლიმაცია გაუკეთე და აქ ჩადე ყველაფერი. ხო, მაგრამ სირბილი ნაკლები ჭირდება. ხო, მაგრამ ენერგია? არა, ენერგიაც ჭირდება და ხასიათიც ჭირდება და გაძლებას ჭირდება და გაძლება. რას უძლებ? საქართველოში კონკურსში რო იღებ მონაწილეობას ძალიან დიდი გაძლება სჭირდება ყოველი ის. რა იგულისხმე ახლა აქ მოდი თუ შეიძლება ანუ ფსიქოლოგიურად ვგულისხმობ. დაატვირთვა. ხო, რაღაც დიდი სტრესი. ჩვენ მე და შენ ხო ვიყავით კონკურსზეც ეკვავე ვართ. არა, მართლა სტრესი აფერა იცი რა შენ ნერვული სისტემა არა გაქვს ისეთი მყარი, მე ურჩევ კიდეც ბავშვებს და მშობლებს რომ არ მიიღონ მონაწილეობა. კი, მეც მომხრევა რომ კონკურსებში ბავშვებმა არ მიიღონ ხო, არ დიდი სტრესი. ხო, ეს ლიზა, ხო, ბოდიში შეგაწყვეტინე. შენი ბზალობა მაინტერესებს კონკურსში რომ მიდიხარ, ხო იცი რომ ეს არის კონკურსი და არის შანსი რომ თქვათ შენ წარუმატებლად გამოხვიდე. თუ პირდაპირ მიდიხარ თავდაჯერებული. კონკურსში მე მივდივარ მართლა სრულიად ესე 100%-ით ვიტყოდი რომ იმ განწყობით რომ მივიღო ჩემთვის გამოცდილება. ანუ მე მივდივარ იმიტომ რომ რაც არ უნდა წარუმატებლად წავიდეს ჩემი იქ მოღვაწეობა მინდა რომ იქიდანაც პლუსი ავიღო, ანუ ჩემთვის სასარგებლოდ გამოვიყენდა. თავდაჯერებული თაობაა. გალანძღვა, ესე ვიტყოდი, თუნდაც ის რაღაც ჯანსაღად მიიღებ, შეიძლება ზრდის რა თქმა უნდა, ეს ყველაზე დიდი დახმარება, რაც არ კლავს გაძლიერებას. მაგრამ ისეთი მრჩეველი ყავს ახლა, ეკითხები დედას რჩევას, ან შენიშვნებს გაძლევს, ან რაღაც მოწონს, ან არ მოწონს შენ ესე არ ვარ რომ მივიდე დაირჩევა მომეცი, ესე ანუ დედა ისეთი რომ მივიდე სულ რაღაც დამოუკიდებლობ და რაღაც აზრები ვფიქრობ რომ რაღაც რეალისტი ვარ, იმდენად რეალისტი ვარ რომ ჩემი ესეთი აზრი გამაჩნია ხოლმე, რაც ვიცი რომ ასე თუ ისე სწორია, მაგრამ ანუ შეეწინააღმდეგე თუ რაღაცა ბრძოლები მაქვს ჩემს თავთან, ამას დედა აუცილებლად ხვდება და მოდის და თვითონ კაი, ახლა უყურე, ლიზა არ მოდის დედა, დედა მიდის ხოლმე, რაღაცა კონკრეტული რჩევით რომ ლიზა იქნებ ესე გააკეთო. რაღაცა არ მოგეწონა დაუშვათ. თუ არ შენ არ ურღვევ ამ კომფორტს. კი, არა, როგორ არა, ხა თუ რაღაცა არ მომწონს და ნუ არ ჯდება ის სწორ ესთეტიკაში და ნუ რაღაცა ხო ბავშვია და მაინც ყველას ბავშვია დიდსაც აქვს ხოლმე ხო გადაცდომები. ნუ იქ ვეუბნები რომ ნუ ეს იმიტომ რომ ყოველთვის მე ვარ იმისის რომ მშობელი აყალიბებს თავის შვილს, ის გარემო აყალიბებს ბავშვს და ის ოჯახი და ის ესთეტიკა, ის გემოვნება, ყველაფერი აქედა ხო ეს არ სკოლა არის ამის ჩამომყალიბება რა თქმა უნდა ხო შენ და იგივე ლიზა ძალიან პატარა რო იყო თავის ოთახში შეიკეტებოდა და მღეროდა ბოლო ხმაზე ან ვიღაცას უსმენდა ან მე სულ ვუსმენდი ხა მიყურადებული კი მე ჩემს საქმეს ვაკეთებ მაგრამ როგორც კი რაღაცა ცუდ ფრაზას სიმღერებდა ვიღაცის მსგავს იმ წუთში არ შევარდებოდი და ეს არასდროს არ იმღერო მეუბნებოდი ეს ძალიან ცუდია და აი ესე ნუ პატარობიდან კი რაღაცა ცოტა არ მოეწონებოდა აპრიხავდა ცხვირს ბრძოლა ხო როგორც ამბობს ეს ლანძღვაო მე არ ვიცი ვინ გაგლანძღა ესე სიტყვა რო იხმარე მაგრამ ჩემი ზრდის წინსვლის რაღაცა ეტაპია როცა მლანძღავენო ხო ხო ანუ მაპატი ეს სიტყვას ვიმეორებ არა თვითონ თქვა და იმიტომ ეთყობა რაღაცა ჩაქჩაგულში ხო იყო რაღაც პერიოდები ხო იმიტომ რომ κρიტიკა ხარ ну ლანძღვა უფრო ესეთი ნათქვამი კრიტიკა ლანძღვაც არის ხოლმე მოდი შევთანხმდეთ ხო იმიტომ რომ კორექტულობას ყოველთვის ვერ იცავ ხო ხშირად და ამას ყოველთვის ისე ობიექტურად უყურებ და ითვალისწინებ მე არ განიცდი ამას ოდესაც თქვა აი იმდენად პატარა ასაკიდან მომიწია ამ ყველაფრის მოსმენა და გაგება და
რაღაცნაირად ან ბავშვობიდან ვუყურე ამ ყველაფერს და გავიგე და მოვიხსნე და წავიკითხე რომ რაღაც თავიდანვე მივხვდი რომ მაგრა უნდა დამდგარიყავი და ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა. და მაია აი ამას აქში ეხლა მაშინ სხვა დრო იყო ხო ყველაფერი უფრო სხვანაირად იყო და აი თქვენ ამასობაში აი ამას აქში თქვენ თქვენ როგორი იყავით აი ესე თუ აღიქვამდით მოვლენებს მაშინ მე მგონი ესეთი კრიტიკა არ იყო ჩემნარი კაბა გაცვი ამ ფოტოს. შეამჩნია. ასეთი კაბა არ ქონდა მაიას მე მახსოვს. ეკა ბალანსივად ხელსახვევი ეკეთა და ფორმა გვეცვა, მაგრამ ისე კარგი მკერავი მყავდა და ძალ ამას კაბებს აკერინებდა დედა. ასე რომ ნუ კაბის მხრივ არ ვიყავი დაჩაგრული. რა გიქხა? მე მგონი საერთოდ არ ვიყავი დაჩაგრული პირიქით. სულ ვიუბნები რომ ჩვენ ძალიან ბევრი კარგი რამ მოვასწარეთ. მე გავიზარდე თქვენ ფიტებზე ზიურს ეცვა ის ფორმები მე მახსოვს და შენ გეცვა ის ცნობილი კოპლებიანი კაბა თბილისის რაშიც მღერი. არა ის ჭრელი კაბები ეს გემზე შეგვიკერეს დედებმა ღამე თვითონ ხელით კერავდა ხო რომ რაღაცა განსხვავებული მაინც აზაფხულო გწმოდა ეს არა მაგრამ ნუ აი კრიტიკას რაც შეეხება ნუ ფაქტიურად ჩვენ კრიტიკა ბაში როგორც ესეთი არასდროს არ მახსოვს ჩვენ პიონერებს ვინ გააკრიტიკებთ არა იცი რა ესენი იყვნენ უნიკალური ადამიანების შეკრება ეხლა მართლა კრიტიკულს ვერაფერს იპოვნიდი ჩვენში იმიტომ რომ რეპერტუარიდან დაწყებული ყველაფერი ძალიან ბავშვური იყო და იდეალურად იყო ყველაფერი ესე რომ ვერ მოგიძებინდნენ ვერც ერთხელ მართლა საოცარი მაგრამ დიდი სახელი გავიტანეთ ჩვენი მაგრამ ამას გარდატეხის პერიოდი შენ გაიარე შენს კოლეგებთან ერთად და მსოფლიო მოიარეთ ანუ შეიძლება შენთან სახლში შენს ოჯახის წევრებს არ უგზნიათ როგორი იყავი გარდატეხის პერიოდში არის რაღაც იცი რა როცა რაღაცა არ მომწონს დაუშვათ ლიზას იმიტომ რომ უკვე ეს ასაკი აქვთ ხო აი როცა იწყება ბრძოლა დედასა და შვილებს შორის ხო და ну მე რაღაცები არის კი რომ ჩვენ ვკამათობთ ლიზა არ მეკამათება პრინციპში ჩუმად ზის ხოლმე ესეთი სახით სტრატეგია ლიზა შენი ჩუმად შტომა ხო იმიტომ რომ ნუ უფრო ხშირად ეს ესეთი მონოლოგი მაქვს ხოლმე გამოდივარ საუბრობ და თავისთვის ლაპარაკობს ხოლმე შესაბამისად შეგუში რას ფიქრობ ხოლმე ამ დროს მაგრამ ნუ რაღაც ელოდები როდის მოვანოლის პრინციპი მუშაობს ხო შეუშვი გამოუშვი არა ნუ იმახსოვრებს თვალისწინებს არა ესეც არ არის რომ გამოუშვას მე რაღაც დროის მერე ხვდები რომ არა აქვს მეორე ყურიდან გამოშვებული იმიტომ რომ ითვალისწინებს იცი რა ერთი სიტყვით მინდა ვთქვა რომ ესეთი დედის ჩემო ისეთი იმიჯი აქვს ჯიუტი დამოუკიდებელი მაგრამ საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის რომ მიხვდეს რასაც და გაბედული და თამამში შეშინდა საუბრობთ და მივხვდი რომ ძალიან ჩამოყალიბებული და მე რო ვიხსენე ახალი ჩემ თავს ამას აქში მე მშვიდდები და ვიძახი რომ არა ჩემ შვილები ანგელოზები არიან ჩემთან შევებდი არა უბრალოდ მე თვითონ იყო უხასიათო ძალიან ძნელი ხო აი დედა ჩემ ძალიან უჭირდა ჩემთან ურთიერთობა იმიტომ რომ დედა ჩემი იყო ძალიან ლაღი მხიარული გახსნილი ისეთი ენერგიული გავდით აბა ესეთი როგორც ხო არ ვიცი მე ესეთ ჩემი ხასიათით დავიბა ისე ჩემთან ურთიერთობაც უჭირს დედა ჩემს ლაფაზ მიყურებს მე რთულად ვითვლები მაგრამ ეს პირველად გავიგე სახში მე მგონი ყველა ესეა სახში მე რთულად ვითვლები დედა ჩემისთვის ვარ ყველაზე უჟმური სუდი არა ნუ აი თუ არ მიდოდა შემეძო საერთოდ არავის არ დავკონტაქტებოდი ისეთ საკმაოდ ძნელად საკონტაქტო ჩაკეტილი ხო არა ვიყავი დისციპლინირებული ჩემს საქმეს ვაკეთებდი მოწესრიგებული ამ ხრივ არ მქონდა პრობლემები უბრალოდ აი ესეთი რომ აი მხიარული ლაღი ბავში დედას რო ეხუტება და უცინის და აი რაღაცა ასეთი არ ვიყავი ეხუტები ლიზას არა რატო ლიზა სუმეჩხუბება რომ მე ეს თბილია თვითონ სუმეფერება და შენო ძალიან ცივი ხარ არ მეფერებია მე იმდენი ვეფერე ამათ რომ უკვე ვეღარ ვეფერები პატარები რო იყვნენ და გინდა ხოლმე რომ მოგეფერო დედა ჩემსაც ეუბნები მე და მაგას პასუხობ და არ მახსოვს მე და მოიცა ყველაზე თავარი გამოტოვეთ გინდა ხოლმე რომ მოგეფეროს თქო და არა მივეჩვიეო არა უნდა ყველა არა ეხა მოფერება რომ დამიწყოს ნებისმიერ სიცხე გაბუზო ამდენად რომ შეიძლება
შეიძლება გაგიკვირდება რომ მოგეფეროს? აი არა, ეხა იგრიც არა. ეს დაუტრირებული იყო მისი ხუმრობა. ხო, ცოტა საბაგიეროდ როცა ვეფერები რამხელა ფასი აქვს მოფერე. უდრის ყოველ გაუფასურებული გაცვეთილი არაფერი არ არის. ნამდვილად. ზამაგარი ლიზა, შენ პირად ცხოვრებაში რა ხდება? როგორ არც არაფერი. აი, ეგეც შენ. არა, რატო შეყვარებული არ ყავს? არა. შეყვარებული არ ყავს. ლიზა გადავიდა ახლა მე-12 კლასში. რა დრო შეყვარებულია ვარ? ხო და ახლა მთელი ენერგიები და ის მიმართული გვაქვს. სად უნდა ჩააბარო ლიზა? სად გინდა რომ თეატრალურს. სამსახიობოზე. დედის აზრი როგორია? ვისთან გინდა რომ მოხდე? არ ვიცი, ესე ჯერჯერობით, ესეთი ჩახედული არ ვარ ამ ამბავში, მაგრამ საერთოდ მინდა რომ რაღაც ამ დარგში წავიდე. ანუ მოხოთ მარტო თეატრიც არ მინდა და მარტო კინო არ მინდა, მინდა რომ რაღაც მუსიკალური თვალსაზრისით. ლიზა თქვა რომ მე არ მინდა ვიყო მარტო მომღერალი, ან მარტო მსახიობიო. მე მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს ეს მართალია. კლასიკის მიმართულებით გინდოდა, ხო? იყო რაღაც კი, პერიოდი. კლასიკის მიმართულებით მომწონს და ეხლაც ძალიან ვაფასებ მაგ კონსერვატორია არა? იცი რა მაშინ ვერსიას არის რაღაცები, რაზეც მომიწევს, რაღაცებზე არა, 80%-ზე მომიწევს ძალიან ბევრ რაღაცაზე იმაზე უარის თქმა, რისი გამოყენებას და ანუ მართლა კლასიკას რო გაყვე? ხო. ანუ თუნდაც ავიღოთ ძალიან ისე ბანალურად რო ვთქვა ცეკვა, ანუ მართლა იმდენად მიყვარს ცეკვა და სცენაზე იმდენად მიყვარს ეს თავისუფლება და იცი რა, სხვა შორის ეხლა თუ გადავხედავთ თანამედროვე ოპერის მომღერლებს ყველა უკვე ძალიან გამხდარია, ადრე იყო ეს რაღაც სტერეოტიპი, რომ უნდა ყოფილიყო ფუტბოლისტი. პრობლემა არც მაქვს, რომ ყველა ცეკვავს, ანუ იყო ისეთი დადგმაა, რომ ყველა აბსოლუტურად რეალიზებას აკეთებს, ყველანაირ ნიჭის კი ცეკვავენ, მღერიან, თამაშობენ და ეს ყველაფერი ერთად ეხა ხდება ოპერაში, მაინც არ გინდა, ხო? არ უნდა. არა, ხო, რაღაცა რიანა არის, თქვათ მოგწონს ხო, რაღაცა ირომაგის სტილს თქოს იმეორებ და რიანა ოპერაში ალბათ არ გამოვიდოდა თავისი იმიჯით. აი რაღაცა მაკეთკენ გინდა რომ წავიდეს თქვა შენი კარიერა. მაკეთკენ ეტა წავიდე შენი კარიერა და რიანასნაირი იყო, მაგრამ სტილით. ხო და ხო არაპირებ რომ გააგრძელო და უშოთ უცხოეთში სწავლა მერე. კი, ეგ მინდა საბოლოო ჯამში, მინდა რომ ჩავაბარებ რაღაც პერიოდის მერე წავიდე. და საოპერო მონაცემები ქონდა მაია თუ ეს სურვილი მაქვს? ქონდა ძალიან კარგი საოპერო მონაცემები. მე ვკითხე პედაგოგთან რომ მივიყვადე, თუ აქვს, მაშინ ვივლიც, თუ არა, ეს არ არის ხა ჩემი აჩემება, რომ მაინც და მაინც იმღეროს და დავკარგოთ დრო და პედაგოგმა თქვა, რომ პირიქით, ლიზა არის დაბადებული ამისთვის და არა იმისთვის, რასაც ქვია ესტრადა. და ძალიან მოწონდა და ნუ აი რაღაც პერიოდი, იცი რა რთულია ძალიან ის პროფესია, ის ჟანრი ძალიან რთულია და ძალიან სერიოზულია და მე ვფიქრობ, რომ ლიზა ჯერ ძალიან პატარა ამისთვის, ნუ ვიღაცა ამასაკში უკვე დგამსამნაბიც, ლიზას ჯერ უჭირს და შეიძლება კიდეც გადაგა. მე რაღაც ძალიან ღრმა ბავშვობიდან ყოფილიყავი ამ განხრით და ამ კლასიკური თვალსაზრისით მე არა, ესე ვთქვათ, ამ გზაზე, ანუ კი, რაღაც თვალსაზრისით ვიარე, იმიტომ რომ ბალეტზე დავდიოდი რაღაც, მაგრამ მე სულ რაღაც კონკურსებიდან მოყოლებული კონცერტები. რა ხო, ანუ ნახე ეს უფრო მეტი, აქ უფრო მეტად გამოვალება გაქვს, რომ შენ გაზრიალიზება გააკეთო და სად გინდა რომ გააგრძელო სწავლა რა ფაკულტეტზე და რა ქვეყანაში? ალბათ უკვე გექნება მონიშნული. შეიძლება ისე ვიტყვი, რომ მინდა რომ იყოს თეატრალური და იყოს მუსიკალური თვალსაზრისითაც და შესაბამისად რაღაც ეს იქნება, ანუ დრამა რა. ხო. სერიოზული გადაწყვეტილება მიგიღეთ. კი, სერიოზული გოგოა საერთოდ, თან სერიოზული გადაწყვეტილებები. ნამდვილად და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყოფილი ეს იქნება, იმიტომ რომ ძალიან თავდაჯერებული ხარ და ეს პირველია ცხოვრებაში. შენ თავს მაინტერესებს. აი, რაღაც მაკიაჟის მხრივ, თავის მოვლის მხრივ, რაღაცების მხრივ, თუ ითვალისწინებ დედის რჩევებს, ან თუ ეკითხები, თუ შენი სტილი გაქვს და ხო, მე რაღაც ჩემსას ვაწვევი. რა უნდა მიაწვე შენსას? სულ მე ბრძვის, რომ არ გინდა მაკიაჟი. ანუ რეალურად არც დიდად არ მიყვარს ძალიან ჩახატული ყოველდღიურად სიარული, მაგრამ ნუ ყველა ხანდახან იამოვნებს, ეხა ხანდახან სანამ ლურჯი მანიკიურით უწევს. ნუ იგონე. ლურჯი მანიკიური ეს არ არის, არ თინეიჯერი, არაფერი ძალიან მოდურია, ეკოსისტემისია ხოლმე ხანდახან. ხო, არა, ეხა ძალიან იგონებს, იმიტომ რომ არ მიყვარს ლურჯი მანიკიური, ორჯერ წავისვი მოგცხოვრებ. არ ვიგონებ, ესე იგი დავინა. ესე იგი კიდე რას იგონებს ხოლმე? ნუ აი რაღაცებს ახლა მიდი თქვი. თავისი რაღაცებს ვიგონე. აი თქვათ
აუცილებლად ეცოდინება ქალბატონ მაიას რაღაცა ისეთი რაღაცები, რაც ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება სცენაზე დგას, პატარ-პატარ რაღაცა ხრიკები, ისეთი სილამაზი, საიდუმლოებანი. ვთქვათ, ლიზას ასწავლეთ რამე? თუ არა, თუ ლიზას არ ასწავლეთ, ჩვენ გვასწავლეთ მაშინ. სწავლა არ ვიცი, მაგრამ იდენტური მაკიაჟი გაქვთ ერთნაირად გაქვთ ორივეს თვალები. ხო, აქ თქვენმა ვიზაჟისტმა. მე ისედაც ესე ვიკეთებ. ლიზა ყვარს მარტო მოკლეთ ლაინერი და შენ თიკეთებ, შეგიძლია მის გაკეთება შენ. კი, ლიზა ხატავს თან კარგად და ალბათ ესეც ეხმარება. თავის მარცხენა ხელით, ცაცია. ცაცია ხარ? კი. ამბობენ რომ უფრო ნიჭიერები არიან, რომ ცაციები. ხო და აბა ვეკითხეთ, არის თქვა სილამაზის. იცი რა, ეხლა მე ესეთი საიდუმლოებები ნამდვილად არ აქვს. შენ არ გიყვარს, არ გიყვარდა. ხო, მე იმიტომ ალბათ ვეუბნები, რომ მე მიყვარს საერთოდ ბუნებრიობა ყველაფერში და უფრო მიყვარს ესეთი გარეგნობის ადამიანები, არ მიყვარს აი რაღაცას ხელოვნური გაჭიმულები რო არიან და ვიღლები მე მათ მაგივრად და ნუ ვაფასებ ასეთ ადამიანებს რომ ამის გაძლება და უნარი აქვს ხო და ეს მათია მაგრამ მე ცოტა დისკომფორტს მიქმნიან მე მიყვარს აი რაღაც ჯინსები კეტები მაისური აი ესეთ ყოველ ხო საყოველთაო და რო იხდენს შეიძლება ჩაიცვას ვიღაცამ ასე მაგრამ არ არის მისი და არ უხდებოდეს ხო აი ეს უკვე შინაგანად არ არის მისი ალბათ და არ არის ორგანული ეს სამოსი მასზე და რა თქმა უნდა ნოხა სცენას თავის ჩაცმა უხდება მე ძალიან დიდხანს სხვათა შორის სცენაზეც არ ვიკეთებდი მაკიაჟს ნუ ეს ბავშვობიდან კანი გაძლევს ამის საშუალებას მოყოლებული არ ვიღებებოდი და ნუ ბოლოს მითხრეს რომ არ შეიძლება უნდა რაღაცა უნდა წაისვათ ცოტა და ამასობა ხო უკაცრავად და რა თქმა უნდა დავიწყეთ ეს სახის ის ბოტოქსი რაღაცა ფილერი რაღაცა ხო ესენი ჯერ არაფერი მე მკითხე და მე გიპასუხებ არაფერი არ მაქვს ჯერ გაკეთებული პატარა ვარ ძალიან ის ხო და არ ვჩქარობ სხვადასხვა ხშირად უყურებ ხოლმე თქვენ და სულ მინდა რომ მე ცალკე შევხვდე და რაღაც უკვე ფიქრო? კი, კონსულტაციები ავიღო, შენ უკვე ესეთი. ყველაფერში მზად ვარ, პირიქით ძალიან გამიხარდება. ერთადერთი საიდუმლო, რაც საიდუმლოც არ არის, ამას უხსნი ყველას, ვინც გაიგებს და არ ჩამთვლის გიჟოთ. აი ეს არის, რომ სცენაზე როგორ გითხრა, აი მანამდე არც მინდა თითქოს და ვინახავ აი ამ ენერგეტიკას, აი ამ რაღაცა ბრჭყვიალებას, რაცაც ყოველდღიურად ხალი ხარჯავს, მე ეს არ მინდა, იმიტომ რომ მე ამას ყველაფერს ვინახავ სცენისთვის. და აი ამ სცენაზე, როდესაც შევიღებები, მე ერთ-ორს კი უთხარი, მაგრამ ვერ მივხვდი. აი რაღაცა ნატურასავითაა გაქს. აი ეს ავანთებ ამ ნატურას ჩემში. და რომ გავდივარ სცენაზე, აი ეს არის ტრანსფორმაცია ხდება ხო, აი ეს არის მე ყველაფერი ერთად. ეს არის ნამდვილად ძალიან საინტერესო და ჩვენი დრო სამწუხაროდ უკვე იწურება, ძალიან საინტერესო წავიდა საუბარი და აი ეს ულამაზესი კაბა, რომელიც ესეთი მე შევამჩნიე ძალიან კარგი ბრენდის იმ ქალბატონს, სოციალურ დაუსველ ქალბატონს, რომელსაც ეს კაბა ერგება, მინდა გითხრათ, რომ ფანტასტიკური ულამაზესი კაბა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაიას, ხო? მაია შენია ეს კაბა? კი, ქალბატონ მაიასია, ნუ მივხვდით ახლა სტილზე. უღრმესი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. მე მზად ვარ გაგიწიოთ პირიქით თან გამიხარდა კონსულტაცია გაგიწიოთ. არა, ისე მე ლიზას იმეგონა, იმიტომ რომ რაღაცა კი არის, კაი, მაგრამ რაღაცა სპორტული ახალგაზრდულია. არა, იცი რა, ლიზას ვათხოვე ერთადერთხელ ეცვა ლიზას და მე აი ესე ანუ კაი ფეხზე მოდის კაბა სოციალურად დაუცველ ქალბატონთან. წარმატებები და მალე გვენახო რიანაზე უფრო მაღლა ჩვენზე არ მეპარება, რომ რიანა ამასაკში სულაც არ იყო ასე. სულაც არ იყო. მე დაბრუნდები. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ნანიკო. აბა როგორ აგა კანი? აიღო და ტანთ გამაშიშულა ეს რეკლამის დროს, სულ შემზილა თავისი ტალახით ყავით. მე წავედი და იმისი ბაბანა. გეტყვით რომ ჩემი კანი ფაქტიურად 1-20 წლით გახალგაზრდა და ფაფუკი გახდი ნანიკო? ისე ფერი აქვს სხვა. ისე სხვათა შორის მინდა უთხრა მაყურებელს, რომ როდესაც სკრაბით, ყავის სკრაბით, თქვათ, დაიმუშავებთ თქვენ ტანს, მით უმეტეს როდესაც ზეითუნის ზეთი ურევია თან ამ სკრაბს, ამის
შემდეგ არ წაისვათ, არ დაიბანოთ. არა, საპნით არ დაიბანოთ, იმიტომ რომ ჯობია რომ გასუფთავ ვულკანზე მოხდეს და შემდეგ უკვე თქვათ რაღაცა სხვა საცხების და კრემების დამატენიალებელი საშუალებების წასმა არ გჭირდებათ, იმიტომ რომ კანი არის ოდნავ უფრო აი თითქოს ზეთოვანი და ძალიან კარგად ხო დაატენიანებული. ასე რომ გირჩევთ აუცილებლად გამოიყენოთ ყავის, ქრაბი, ზეითუნის ზეთით. ეკოსაგან. სტუმრების დრო დამეკობრება მოვიშოროთ ესე იგი სკრაბი, კანი გვაქვს დატენიანებული, გაყავისფრებული, ორი არაჩვეულებრივი სტუმარი გოლდება. კარებში დედაშვილი არის, მაგრამ შეიძლება ვერ გაარჩიოთ რომელია. ვინ დედა და ვინ შვილი? რომელია შვილი? მაგრამ დედა ისეთი ცნობილია, რომ ნუ არ შეგეშლება არავისი, რა სიზამ. თუმცა შვილი ძნელნელა არ უდებს ტოლს, ხო იცი ახლა ახალი თაობა და ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა. მამას, ამ შემთხვევაში დედასა. მოკლედ, მაია ჯაბუა და ლიზა ყენია. მოგზავნით. გამარჯობა. მოგესალმებით. დაბრძანდით. აი თქვენთვის ორი სავარძელი ყავს გამზადებული. ძალიან ლამაზები ხართ. ძალიან ლამაზები ხართ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რაღაც თითქოს გავხართ ერთმანეთს, თითქოს არ გავხართ. და ჩაცმულების ნახეთ თითქოს ერთნაირად არის და თა სხვადასხვანაირად ორივე შავებში. შეუთანხმებლად. ხო, ასე მოხდა. ხო. დაემთხვა რაღაცა. შავი ორივე ძალიან ლამაზი. არ ვიცი ეს ამას მოყვება თუ წერილი. ამასთან ძალიან ლამაზია, რაც არის მნიშვნელობა არა, ძალიან ლამაზია. მაგრამ ეს ნიშნავს რომ რაღაც ერთი სტილი გაქვთ. მე მგონი არა, მაინც ძალიან განსხვავებული სტილი გაქვთ. სასიმღეროც, შემოქმედებითიც ჩაცმულობაც და ეს მომწონს. მოგწონს. ანუ თქვენი შინაგანი ეგო განსხვავდება, ხო, ტიპაჟები ალბათ უფრო სხვადასხვანაირები. განსხვავდებით მე და ლიზა ძალიან და იცი რა, მომწონს რომ ლიზა არის ლიზა, მე ვარ მე და არასდროს არა მაქვს ცდილობა რომ რაღაც ხო დედების რომ დაიმსგავსონ ან სიმღერის მანერით ან ხო მაგრამ მშობლები ძირითადად თავის განხორციელებენ ოცნებებს ახვევენ ხოლმე ბავშვებს აი ძირითადად ამან განახორციელა ყველა სიმღერას არ გულისხმობ ზოგადად არის რაღაცები რაც თქვა შენ ვერ გააკეთე ან არ ქონდა საშუალება და გინდა შვილმა გააკეთეს რომ ბავშვში ჩადონ ეს ყველაფერი ლიზა შენ დროც მოვა მე რა ვიცი მე აბსოლუტურ თავისუფლებას ვაძლევ ჩემს შვილებს არჩევანის და საერთოდ მინდა რომ იყვნენ ინდივიდები, მე პირიქით ლიზა სულ ვეუბნები, რომ ნუ ჩემს დროსაც იყო, ჩემ თაობასაც ქონდა ეს, რომ რაღაცა ყველა ერთნაირად იცვამ და ერთნაირი მანერა იყო. არა, რაც იყო, მაინც ხო შოულობდით და ბევრად შეიძლება გემოვნებიანათაც ეცვა ჩვენს თაობას, სწორედ ხარისხი იყო, რაოდენობა შეიძლება არ იყო, მაგრამ იმ ხარისხს მაინც პოულობდით და ვშოულობდით. თუმცა ეხა უფრო რაღაცა თავისუფალი თაობაა ჩემი აზრით და ლიზაც არ გავს იმ რაღაცა თქვა დაშტამპულ ხო არა მე თინეიჯერებს რომლებიც ზუსტად ერთნაირად არის რაღაცა შენი დეტალი შენი შტრიხი თუნდაც რეალისტი ვარ იმდენად რეალისტი ვარ რომ ჩემი ესეთი აზრი გამაჩნია ხოლმე რაც ვიცი რომ ასეთთვის ეს სწორია მაგრამ ანუ შეეწინააღმდეგე თუ რაღაცა ბრძოლები მაქვს ჩემს თავთან ამას დედა აუცილებლად ხვდება დედასთან დედა ხვდება გაიხო უყურე ლიზა არ მოდის დედა მიდის ხოლმე რაღაცა კონკრეტული რჩევთ რომ ლიზა იქნებ ესე გააკეთო რაღაცა არ მოგეწონა და თუ არ შენ არ ურღვევა ამ კომფორტს კი არა როგორ არა ხა თუ რაღაცა არ მომწონს და ნუ არ ჯდება ის ორ ესთეტიკაში და ნუ რაღაცა ახლა ბავშვია და მაინც ყოველას ბავშვია დიდსაც აქვს ხოლმე ხო გადაცდომები ნუ იქ ვეუბნები რომ ნუ ეს იმიტომ რომ ყოველთვის მე ვარ იმისის რომ მშობელი აყალიბებს თავის შვილს ის გარემო აყალიბებს ბავშვს და ის ოჯახი და ის ესთეტიკა ის გემოვნება ყველაფერი აქედა ხო ეს არც სკოლა არის ამის ჩამომყალიბება რა თქმა უნდა ხო შენ და იგივე ლიზა ძალიან პატარა რო იყო თავის ოთახში შეიკეტებოდა და მღერო და ბოლო ხმაზე ან ვიღაცას უსმენდა ან მე სულ ვუსმენდი ხეს მიყურადებული კი მე ჩემს საქმეს მაგრამ როგორც კი რაღაცა ცუდ ფრაზას სიმღერებდა ვიღაცის მსგავს იმ წუთში არ შევარდებოდი და ეს არასდროს არ იმღერო მეუბნებოდი ეს ძალიან ცუდია და აი ესე ნუ პატარობიდან კი რაღაცა ცოტა არ მოეწონებოდა აპრიხავდა ცხვირს ბრძოლა ხო როგორც ამბობს ეს ლანძღვაო მე არ ვიცი ვინ გაგლანძღა ეს სიტყვა რო იხმარე მაგრამ ჩემი ზრდის წინსვლის რაღაცა ეტაპია როცა მლანძღავენო ხო ხო ანუ გაგიკეთე შენ სიტყვას ვიმეორებ არა თვითონ თქვა და იმიტომ ეთყობა რაღაცა ჩახჩაგულში ხო იყო რაღაც პერიოდები ხო იმიტომ რომ კრიტიკა რო ხარ
ну ლანძღვა უფრო ესეთი ნათქვამი, კრიტიკა. ლანძღვაც არის ხოლმე, მოდი შევთანხმდეთ. ხო, რომ კორექტულობას ყოველთვის ვერ იცავ. ხო, ხშირად და ამას ყოველთვის ისე ობიექტურად უყურებ და ითვალისწინებ მე. არ განიცდი ამას? ოდესაც თქვათ აი იმდენად პატარა ასაკიდან მომიწია ამ ყველაფრის მოსმენა და გაგება და რაღაცნაირად ან ბავშვობიდან ვუყურე ამ ყველაფერს და გავიგე და მოვიშვი და წავიკითხე რომ რაღაც თავიდანვე მივხვდი რომ მაგრა უნდა დამდგარიყავი და ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა. და მაი აი ამას აქში ეხლა მაშინ სხვა დრო იყო ხო ყველაფერი უფრო სხვანაირად იყო და აი თქვათ ამასობაში აი ამასაკში თქვენ თქვათ როგორი იყავით აი ესე თუ აღიქვამდით მოვლენებს მაშინ მე მგონი ესეთი კრიტიკა არ იყო ჩემნარი კაბაგაცვი ამ ფოტოს. შეამჩნია. ასეთი კაბა არ ქონდა მაიას, მე მახსოვს. ე კაბალანჩივად ხელსახვევი ეკეთა და ფორმა გვეცვა, მაგრამ ისე კარგი მკერავი მყავდა და ძალ ამას კაბებს აკერინებდა დედა. ასე რომ, ნუ კაბის მხრივ არ ვიყავი დაჩაგრული. რა გითხარით? მე მგონი საერთოდ არ ვიყავი დაჩაგრული პირიქით. ვსუბიებნები რომ ჩვენ ძალიან ბევრი კარგი რამ მოვასწარეთ. მე გავიზარდე თქვენ ფიტებზე მზიურს ეცვა ის ფორმები, მე მახსოვს და შენ გეცვა ის ცნობილი კოპლებიანი კაბა. თბილისის რაშიც მღერი. არა, ის ჭრელი კაბები ეს გემზე შეგვიკერეს დედებმა. ღამე თვითონ ხელით კერავდა. ხო, რომ რაღაცა განსხვავებული მაინც აზაფხულო გწმოდა. ეს არა, მაგრამ ნუ აი კრიტიკას რაც შეეხება, ნუ ფაქტიურად ჩვენ კრიტიკა მაშინ როგორც ესეთი არასდროს არ მახსოვს ჩვენ პიონერებს ვინ გააკრიტიკებთ? არა, იცი რა, ესენი იყვნენ უნიკალური ადამიანების შექმნა. მართლა კრიტიკულს ვერაფერს იპოვნიდი ჩვენში, იმიტომ რომ რეპერტუარიდან დაწყებული ყველაფერი ძალიან ბავშვური იყო და ორგანული იყო ყველაფერი, ესე რომ ვერ მოგიძებინდნენ ვერც ერთხელ. მართლა საოცარი მაგრამ დიდი სახელი გავიტანეთ ჩვენი მაგრამ ამას გარდატეხის პერიოდი შენ გაიარე შენს კოლეგებთან ერთად და მსოფლიო მოიარეთ ანუ შეიძლება შენთან სახლში შენს ოჯახის წევრებს არ უგზნიათ როგორი იყავი გარდატეხის პერიოდში არის რაღაც იცი რა როცა რაღაცა არ მომწონს დაუშვათ ლიზას იმიტომ რომ უკვე ეს ასაკი აქვთ ხო აი როცა იწყება ბრძოლა დედასა და შვილებს შორის ხო და ну მე რაღაცები არის კიროს ჩვენ ვკამათობთ ლიზა არ მეკამათება პრინციპში ჩუმად ზის ხოლმე ესეთი სახით სტრატეგია ლიზა შენი ჩუმად შტომა ხო იმიტომ რომ ნუ უფრო ხშირად ეს ესეთი მონოლოგი მაქვს ხოლმე გამოდივარ საუბრობ და თავისთვის ლაპარაკობს ხოლმე შესაბამისად შენ გულში რას ფიქრობ ხოლმე ამ დროს ხო მაგრამ ნუ რაღაცა ელოდები როდის ანუ ორი პრინციპი მუშაობს ხო შეუშვი გამოუშვი არა იმახსოვრებს და ითვალისწინებს არა ესეც არ არის რომ გამოუშვას მე რაღაც დროის მერე ხვდები რომ არა აქვს მეორე ყურიდან გამოშვებული იმიტომ რომ ითვალისწინებს იცი რა ერთი სიტყვით მინდა ვთქვა რომ ესეთი დედის ჩემო ესეთი იმიჯი აქვს ჯიუტი დამოუკიდებელი მაგრამ საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის რომ მიხვდეს რასაც და გაბედული და თამამი შეხედავთ საუბრობთ და მივხვდი რომ ძალიან ჩამოყალიბებული და მე რომ ვიხსენე ახალი თაობის ჩემ თავს ამასაკში მე მშვიდდები და ვიძახი რომ არა ჩემი შვილები ანგელოზები არიან ჩემთან შევიდე არა არჩევებდი არა უბრალოდ მე თვითონ იყო უხასიათო ძალიან ძნელი ხო აი დედა ჩემ ძალიან უჭირდა ჩემთან ურთიერთობა იმიტომ რომ დედა ჩემი იყო ძალიან ლაღი მხიარული გახსნილი ისეთი ენერგიული გავდით აბა ესეთი როგორც ხო არ ვიცი მე ესეთ ჩემი ხასიათით დავიბა ისე ჩემთან ურთიერთობაც უჭირს დედა ჩემს ლაფაზ მიყურებს მე რთულად ვითვლები მაგრამ ეს პირველად გავიგე სახში მე მგონი ყველა ესეა სახში მე რთულად ვითვლები დედა ჩემისთვის ვარ ყველაზე უჟმური სუდი არა ნუ აი თუ არ მიდოდა შემეძო საერთოდ არავის არ დავკონტაქტებოდი ისეთ საკმაოდ ძნელად საკონტაქტო ჩაკეტილი ახსაღზრდელი ხო არა ვიყავი დისციპლინირებული ჩემ საქმეს ვაკეთებდი მოწესრიგებული ამ ხრივ არ მქონდა პრობლემები უბრალოდ აი ესეთი რომ აი მხიარული ლაღი ბავში დედას რომ ეხუტება და უცინის და აი რაღაცა ასეთი არ ვიყავი ეხუტები ლიზას
არა. რატო ლიზა? სულ მეჩხუბება, რომ მე ეს თბილია, თვითონ სულ მეფერება და შენო ძალიან ცივი ხარ, არ მეფერებია. ცივი და ყავს. მე იმდენი ვეფერე ამათ, რომ უკვე ვეღარ მეფერები, პატარები რო იყვნენ და. გინდა ხოლმე რომ მოგეფერო. დედა ჩემსაც ვეუბნები, მე და მაგას გასუხობს და არ მახსოვს მე და. მოიცა, ყველაზე თავარი გამოტოვეთ, გინდა ხოლმე რომ მოგეფეროს, ხო და არა მივეჩვიეო. არა, უნდა ყველა არა, ეხლა მოფერება რომ დამიწყოს, ნებდება სიცხე გაბუზომო. ამდენად რომ შეიძლება გაგიკვირდება რომ მოგეფეროს? აი არა, ეხლა იგრით არა. ესე დაუტრირებული იყო მისი ხუმრობა. ხო, ცოტა. არა, საბაგიოდ როცა ვეფერები რამხელა ფასი აქვს მოფერება. უდრის ყოველ გაუფასურებული გაცვეთილი არაფერი არ არის. ნამდვილად. ძალიან მაგარი ლიზა, შენ პირად ცხოვრებაში რა ხდება? როგორ არც არაფერი. აი, ეგეც შენ. არა, რატო შეყვარებული არ ყავს? არა. შეყვარებული არ ყავს. ლიზა გადავიდა ახლა მე-12 კლასში. რა დრო შეყვარებულიო არ? ხო და ახლა მთელი ენერგიები და ის მიმართული გვაქვს. სად უნდა ჩააბარო ლიზა? სად გინდა? თეატრალურს. სამსახიობოზე. დედის აზრი როგორია? ვისთან გინდა რომ მოხდე? არ ვიცი, ესე ჯერჯერობით, ესეთი ჩახედული არ ვარ ამ ამბავში, მაგრამ საერთოდ მინდა რომ რაღაც ამ დარგში წავიდე. ანუ მოხოთ მარტო თეატრიც არ მინდა და მარტო კინო არ მინდა, მინდა რომ რაღაც მუსიკალური თვალსაზრისით. ლიზა, რომ მე არ მინდა ვიყო მარტო მომღერალი, ან მარტო მსახიობიო. მე მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს ის მართალია. კლასიკის მიმართულებით გინდოდა, ხო? იყო რაღაც კი, პერიოდი. კლასიკის მიმართულებით მომწონს და ეხლაც ძალიან ვაფასებ მაგ კონსერვატორია არა? ეს რა მაშინა ვერ არის რაღაცები, რაზეც მომიწევს, რაღაცებზე არა, 80%-ზე მომიწევს ძალიან ბევრ რაღაცაზე იმაზე უარის თქმა, რისი გამოყენებას და ანუ მართლა კლასიკას რო გაყვე? ხო. ანუ თუნდაც ავიღოთ ძალიან ისე ბანალურად რო ვთქვა ცეკვა, ანუ მართლა იმდენად მიყვარს ცეკვა და სცენაზე იმდენად მიყვარს ეს თავისუფლება და იცი რა, სხვათა შორის ეხლა თუ გადავხედავთ თანამედროვე ოპერის მომღერლებს, ყველა უკვე ძალიან გამხდარია, ადრე იყო ეს რაღაც სტერეოტიპი, რომ უნდა ყოფილიყო ის პრობლემა არც მაქვს, რომ აი ყველა ცეკვავს, ანუ იყო ისეთი დადგმაა, რომ ყველა აბსოლუტურად რეალიზებას აკეთებს, ყველანაირ ნიჭის. კი, ცეკვავენ, მღერიან, თამაშობენ და ეს ყველაფერი ერთად ეხა ხდება ოპერაში, მაინც არ გინდა, ხო? არ უნდა. არა, ხო, რაღაცა რიანა არის, თქვათ მოგწონს, ხო, რაღაცა ირომაგის სტილს თქოს იმეორებ და რიანა ოპერაში ალბათ არ გამოვიდოდა თავისი იმიჯით. აი რაღაცა მაკეთკენ გინდა რომ წავიდეს თქვა შენი კარიერა. მაკეთკენ ეტა წავიდე შენი კარიერა და რიანასნაირი იყო, მაგრამ სტილით. ხო და ხო არ აპირებ რომ გააგრძელო და უშოთ უცხოეთში სწავლა მერე. კი, ეგ მინდა საბოლოო ჩამში, მინდა რომ ჩავაბარებ რაღაც პერიოდის მერე წავიდე. და საოპერო მონაცემები ქონდა მაია? თუ ეს სურვილი მაქვს? ქონდა ძალიან კარგი საოპერო მონაცემები. მე ვკითხე პედაგოგთა რომ მივიყვადე, თუ აქვს, მაშინ ვივლიც, თუ არა, ეს არ არის ხა ჩემი აჩემება, რომ მაინც და მაინც იმღეროს და დავკარგოთ დრო და პედაგოგმა თქვა, რომ პირიქით, ლიზა არის დაბადებული ამისთვის და არა იმისთვის, რასაც ქვია ესტრადა. და ძალიან მოწონდა და ნუ აი რაღაც პერიოდი, იცი რა რთულია ძალიან ის პროფესია, ის ჟანრი ძალიან რთულია და ძალიან სერიოზულია და მე ვფიქრობ, რომ ლიზა ჯერ ძალიან პატარაა ამისთვის, ნუ ვიღაცა ამასაკში უკვე დგამს ამ ნაბიჯს, ლიზას ჯერ უჭირს და შეიძლება კიდეც გადაგა. მე რაღაც ძალიან ღრმა ბავშვობიდან ყოფილიყავი ამ განხრით და ამ კლასიკური თვალსაზრისით მე არა, ესე ვთქვათ, ამ გზაზე, ანუ კი, რაღაც თვალსაზრისით ვიარე, იმიტომ რომ ბალეტზე დავდიოდი რაღაც, მაგრამ მე სულ რაღაც კონკურსებიდან მოყოლებული კონცერტები. რა ხო, ანუ ნახე ეს უფრო მეტი, აქ უფრო მეტად გამოვალება გაქვს, რომ შენ რეალიზება გააკეთო. სად გინდა რომ გააგრძელო სწავლა რა ფაკულტეტზე და რა ქვეყანაში? ალბათ უკვე გექნება მონიშნული. შეიძლება ისე ვიტყვი, რომ მინდა რომ იყოს თეატრალური და იყოს მუსიკალური თვალსაზრისითაც და შესაბამისად რაღაც ეს იქნება, ანუ დრამა რა. ხო. სერიოზული გადაწყვეტილება მიგიღეთ. კი, სერიოზული გოგოა საერთოდ, თან სერიოზული გადაწყვეტილებები. ნამდვილად და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ყოფილი ეს იქნება, იმიტომ რომ ძალიან თავდაჯერებული ხარ და ეს პირველია ცხოვრებაში. შენ თავს მაინტერესებს. აი, რაღაც მაკიაჟის მხრივ, თავის მოვლის მხრივ, რაღაცების მხრივ, თუ ითვალისწინებ დედის რჩევებს, ან თუ ეკითხები, თუ შენი სტილი გაქვს და ხო, მე რაღაც ჩემსას ვაწვევი. რა უნდა მიაწვე შენსას? სულ მე ბძვის რომ არ გინდა მაკიაჟი. მოცმულობაში თუნდაც რაღაცა აქსესუარის ხარჯზე იყოს, ოღონდ
შენი იყოს და ნუ იქნები აი ყველას მსგავსი და რა ვიცი ამას მაინც ხო თვითონ მაგრამ ლიზა მაინც ძალიან ძნელია ხეს ცნობილი დედის გვერდზე დაიმკვიდრო ადგილი შენი ინდივიდუალობა აჩვენო ძნელია მაგრამ თან ცოტა რაღაცა ეხმარება ახლა მაინც როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ ალბათ მაია ჯაბუაშვილი რო ხარ და სცენაზე რო დგები ხო ეს მაყურებლის მაგრამ თვითონ ლიზასთვის ალბათ თქვი მომიყევინ ხო ხედავ გამოიწვია სანამ შეგჭამეთ აქედან სხვადასხვაობა. რა ვიცი, თავიდან მე მგონი პირველ ეტაპზე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ყველა თვალსაზრისით გეხმარება ის, რომ ყავს ცნობილი დედა თან იმ სფეროში, სადაც შენ გინდა რომ იმოღვაწეო. მე კიდე რთულდება. მე უნდა დაეციო მე ის ეტაპი რომ უნდა გახდე ინდივიდი და აღარ იყო. არა, მე მგონი შენ არ იშურებ არაფერს იმისათვის რომ გახდე ინდივიდი. სულ რაღაცას აკეთებ შრომობ კონკურსები, ან რომელი ხო, ნუ მე ჩემი ვეცადე და გავაკეთე რომ ყოფილიყავი ლიზა ყენგედა. კონკურსი ყველგან მიიღო. კი, ძალიან ბევრი მე მგონი გამომივიდა ასე თუ ისე და. კი, ნუ მე როგორც შენი მაყურებელი შორი და ვფიქრობ რომ შენ შედეგი როგორც ცალკე პიროვნება და არა როგორც მაია ჯაბუაშვილი და ამისთვის აპლოდისმენტები. არა, გარეგნობით ძალიან გვანან ეხლა კი, არ ვიცი, ჩემთვის გვანან, კი, აი ხა თან მე რაღაც ისეთი რაკურსით უყურებ, რომ ჩემთვის გვანან. ლიზა, შენ აპირებდი ჩოგბურთელობას, ხო? ანუ ეს იყო შენი სამომავლო პროფესია, ესე ფიქრობდი, თუმცა მე რაღაცები შეიცვალა. რამ შეგიშალა ხელი და ამ თემას, ერთადერთი თემა, რადგან ვერ ვლაპარაკობ და არ მიყვარს. გული უჩუქს ლაპარაკი. ისე გიყვარს, ისე რომ ძალიან მიჩუქდება გული, მაგრამ ნუ მოხდა ისე რომ ვერ წავედი ამ გზით რაღაც მიზეზების გამო. ვინმე საბრალებ ამ მიზეზებს? არა, ვერავის. ხო, ხეხმა შემაწუხა და იყო რაღაცეები. აი ეს ყველაზე გულსატკენია. ხო, მაგრამ კიდევ ენერგია რას თქვა ვარჯიში გჭირდება და მე მგონი ზუსტად ჩადე შენ ეს ყველაფერი სუბლიმაცია გავუკეთე და აქ ჩადე ყველაფერი. ხო, ეგ სირბილი ნაკლები ჭირდება. ხო, მაგრამ ენერგია? არა, ენერგიაც ჭირდება და ხასიათიც ჭირდება და გაძლებას ჭირდება და გაძლება. რას უძლებ? საქართველოში კონკურსში რო იღებ მონაწილეობას, ძალიან დიდი გაძლება სჭირდება რა ყოველივეს. რა იგულისხმე ახლა აქ მოდი თუ შეიძლება. ანუ ფსიქოლოგიურად ვგულისხმობ. ხო, რაღაც დიდი სტრესი. ჩვენ მე და შენ ხო ვიყავით კონკურსზეც ეკვავე ვართ. არა, მართლა სტრესია, აპრიორი იცი რა შენ ნერვული სისტემა არა გაქვს ისეთი მყარი, მე ვურჩევ კიდეც ბავშვებს და მშობლებს რომ არ მიიღონ მონაწილეობა. კი, მეც მომხრე ვარ რომ კონკურსებში ბავშვებმა არ მიიღონ მონაწილეობა და დიდი სტრესია. ხო, ეს ლიზა, ხო, ბოდიში შეგაწყვეტინე. შენი ბზალმა მაინტერესებს კონკურსში რომ მიდიხარ, ხო იცი რომ ეს არის კონკურსი და არის შანსი რომ თქვათ შენ წარუმატებლად გამოხვიდე. თუ პირდაპირ მიდიხარ თავდაჯერებული. კონკურსში მე მივდივარ მართლა სრულიად ესე 100%-ით ვიტყოდი რომ იმ განწყობით რომ მივიღო ჩემთვის გამოცდილება. ანუ მე მივდივარ იმიტომ რომ რაც არ უნდა წარუმატებლად წავიდეს ჩემი იქ მოღვაწეობა მინდა რომ იქიდანაც პლუსი ავიღო, ანუ ჩემთვის სასარგებლოდ გამოვიყენო. თუნდაც დაჯერებული თაობა. გალანძღვა, ესე ვიტყოდი, თუნდაც ის რაღაც ჯანსაღად მიიღებ, შეიძლება ზრდის. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე დიდი დახმარება, რაც არ კლავს გაძლიერებს. მაგრამ ისეთი მრჩეველი ყავს ახლა, ეკითხები დედას რჩევას, ან შენიშვნებს გაძლევს, ან რაღაც მოწონს, ან არ მოწონს. ესე არ ვარ რომ მივიდე და ირჩევა მომეცი, ესე ანუ დედას ისეთი რომ სულ რაღაც დამოუკიდებლობ და რაღაც აზრები ვფიქრობ რომ რაღაც